მობილისტი ხარ ხარ დაწაფული. თუ არ ხარ? არა. წვანა იყო რომ გავწდი და მე აინთო უფრო წითელი და ვეღარ მოვასწრა. ჩავხედოთ ისე იჯობს. აი, კარგია. მანევრით არავინ არ გაჩქარებს, მივად იმოქმედი, პრობლემა არ არის. მივად ჯერჯერობით პიდა. აი, ხა გჭირდება რასაც აპირებ, ჩაუთე შორიდან ეს ჯერ დაელოდე, ოღონდ რა თქმა უნდა გამოივლის, ახლოს არ მიხვიდე დაბყოლებასთან. ნახე, აი ხა წავედი. შევიდა უკვე. ეხა თამამად უკვე, აი აქ ნუ გაელოდები ამდენი ხანი. მიხვდი? კი. ოღონდ ჩართვა შორიდან იმიტომ მანევრი ხო გჭირდება, просто მე შეიწია ის და გაგითავისუფლდა გზა, მაგრამ მე ძალიან აღარ შეფერხდი რა. მაგრამ ისე გადაკვეთა რო არ მიწევდეს, მაშინ არ თავ. ხო, მაშინ ცივთვიანს არ თავ. მაგრამ თავიდან ხო არ იცოდი რომ ის შეიწეოდა რა. თავიდან ურთავ შორიდანვე რომ შეაფასო სიტუაცია უკანამ დაგინახოთ, პლუს წინიდან მომავალს ატარებ აუცილებლად თუ ვინმეა რომ დაბყოლება არ შეუქმნა წინა მომავალს და მე ოდნავ გადაკვეთავ თუნდაც უწყვეტი ზოლი იყოს რა. ოღონდ ის რომ შევიდა მე იმის მე უკვე თიშავ და შენ ზოლში ვიაგზებ მოძრავ. ეხლა 100 მეტრში შევუხოთ მარცხნა. ხო. ეხლა მალე შევუხოთ მარცხნა. აი მინიმუმ შუაში ჯობდა მოგეხვია. კიდევ ამ შეხო მარცხნივ მოხდა წინაზე თამას აკეთებ თუ გახსოვს. ხო, აქ 2-3 ზოლია. ხო და კიდევ ამ ძალიან ბევრი ზოლიც და შეხო მარცხნივ აკეთებ ხო. ბარე მაშინ უკიდურესში შედი. შეცდომაში ვარ ჩაკითხოთ. მიხვდი? კი. მარცხნიდან შედი მარცხენა უკიდურეს მარცხენაში. ხო. ეს რასაკეთებ? კი, ქარდოდეს. ვიდგა რა. მე რა, ზებრაზე იდგე, შენ რაც სულ არ გადმოვიდეს, შენ რაც გევალება, შენი გასაკეთებელი გააკეთე რა. ანუ გაჩერდი და ის. ეხლა დაჯერედიზე ჯერჯერობით მოძრავ პირდაპირ. აი, აქ ჩემი გზა. აი ეგრე უნდა გვიქნა იმასთანაც. ეხლა კარგი იყო, კარგად გაჩერდი, ოღონდ ნუ გორავ. აი ეგრე. ეხლა დავედი, რო ბოლომდე რო გადა. ეხლა აქ არის კი ბატონო მართალი ხა შენი გზა მივდივარ პირდაპირ. ჩემი გზა. გახედვა მაინც თავისთვიანი, ეხლა მალე შევუხო მარცხნივ. აქ უკვე აღარ არის ხო შენი გზა. მიიწირო ხილვადობა გქონდეს რა. ხო, არავინ არ არის და ახლო მოხვევ, ახლოს. აი ეგ დაიწყება გასწორებ. აი ეგრე. კიდევ აქ რო ბევრი ზოლი დაგხვდეს ხო? თავი დაიწყე და მაინც შენ ხარეს გააკეთე მოხვევ რა. ეხლა დაგვიდი რომელ ზოლში დგახარ ეხლა აქ? ეს ხო მიდის პირდაპირ და ორივე ზოლი მიდის პირდაპირ. ხო. შენ რომ ამ პირველი წამსვლიდან რომელ ზოლში დგახარ? მარჯვენაში ხო? ეს მარჯვნივ ხავს? არა, პირდაპირ მარჯვნივაც უხავს და პირდაპირ. ანუ ნახე, ეს ზოლი, ორი ზოლი ხო არის? ეს ზოლი მიდის პირდაპირ და მარჯვნივ, ის მიდის პირდაპირ და მარცხნივ რა. ხო. თავი არაურიო ზოლი მაგას. ანუ ჯერ მივდივარ პირდაპირ. ხო, იმიტომ რომ 150 მეტრში უნდა დავტრიალდეთ. მარცხნივ. მე რო გავ მე ჩავდგენდი მარცხნივ. კი ბატონო, მაგიტოვა მოზუსტად რა. დავედი პირდაპირ ჯერჯერობით თამამად. წამი ეს მაგ. ნუ ის არ გიშლის ხეს წადი, ნახე. აი ეს გავაკვირდი და ეხლა წავედი. ოღონდ ნახე, აი ამას უნდა მიეცე ყურადღება, რომ პირველ რიგში აი აქეთ შემოყვიდე შენ. ცოტა მარჯვნივ, იმიტომ რომ მარჯვენაში ხო იდეგი. იხდი? ეხლა სადაც დაიწყე, უკვე უნდა დაიწყო მომზადება, რომ მარცხნივ გადახვიდე. აი. კი ბატონო. ეხლა მალე წინზე მოძრავთ მარცხნივ და კიდევ მარცხნივ. სამ. კი ბატონო. აი ყოჩახ, ეხლა ძალიან კარგი იყო. ეხლა წავედი. რადგან არავინ აღარ არის. ჩაუთი გაითიშა. დილად. აი ეგრე. აქ უკვე შენი გზაა, ოღონდ რა თქმა უნდა აკვირდები. აი კარგი გოგოხარ, ეხლა კარგი იყო ეს, იმიტომ რომ თან დაუთმე იმას შემოსულს, ხო? მიდივართ ეხლა პირდაპირ. ეხლა 150 მეტრში შევხვდით მარჯვნივ. მარჯვნივ უნდა შევხვდით. კი, უბრალოდ. მე
არა დაიწყე რა ასე ლოდები, უბრალოდ რა, ეგ რო შეფერხება? ამ შეფერხებას რო ელოდო, ნახე პირიქით, მე უფრო პრობლემურია, ხო? ნუ ყოფმანე, ეხლა გაუგთიშე. ეხლა მალე შევხვდები მარჯვნივ. ეს ციტელ შენ აღარ გეხება, ხო, აბა, ყურადღებით რომ აი და ქვეითმი არ დაგდეს რა. აი. მალე შევხვდები ეხლა მარცხნივ. სამხრივი არ არის. აი, ყოჩა, კი ბატონო, ეხლა შეგიძლია წახეთ. წინაზე ხო გახსოვს? გადავაკარო? არა, ისე ხო ნამეტანი შორს იყო რა. ანუ ისე არა რომ ჩავუყ, ნახე, იჯერ კიდე არა. აი, ეხლა გაიარა, ნახე. წინაზე რაო? იქით რა შეხვედი, თუ გახსოვს ამ ადგილას, სამხრივი რო გეგონა ეს გზა. ხო, თუ არ მეშლები? არ მახსოვს. ხო, ეხლა სწორი იყო, ანუ რო შეაფასე რა, სამხრივი არ არის შესაბამისად, უნდა შემოსულიყავი აქეთ ზოლში. კარგი. კი, ყოჩა, კარგი გოგო ხარ. აი ეგრე უნდა იყო ყველას. ეხლა მალე შევხვდები მარჯვნივ. აქ მიწევს ზებრაზე გადასვლა. გადასვლა, მაგრამ გაჩერება არა, თუ გინდა აი გაცდი ზებრას, რომ ზებრაზე არ გაჩერდე, პლუს ამას ახლოს მოხვევა, არ დაგავიწყე. აი ეგრე. გაჩერება ეგრე არ მოგიწევს რა. ყოჩა, კი ბატონო. აი ეგრე, აქ უკვე მწვანე აქვს, ხო? ყოჩა, კარგია. ეხლა 50 მეტრში შევხვდით მარცხნივ. აუშვით, ეს სამხრივია, ხო? ეს სამხრივია, კი ბატონო. აი ეგრე, კარგია. აუ, თუ არ ვარ ხოლმე დარწმუნებული. და ვერ არა, უნდა მიხვდე. ან თუ არ ხარ დარწმუნებული და დარჩი. ახლა მივხვდი, იმიტომ რომ ის ავტობუსიც აქეთი. ხო და უნდა რაღაცით მიხვდე. შენ რო ვერ მიხვდე მაგას და დარჩი აქეთ, იქიდან უკვე მარცხნივ ვეღარ შემოუხვევ მე, მიხვდი? ისეც არა რომ ორ მხრივზე გადახვიდე და აქეთ გეგონოს, რა ვიცი, გავლილი გვაქვს იგეთები არ შეგშლიათ. ვიძღას რომ არ ვარ ხოლმე, მე მგონი ყოფილი დამოვიდა. გეჭვება ხან. ეხლა მალე შევხვდები მარცხნივ. სითამამე? ხო, თამამად ეხა იოგა ელოდები, ოღონდ დაიწყე ახლოს, ოღონდ ნუ ელოდები, ნახე. პროცედურა რა თქმა უნდა არ შეხვალ, მაგრამ შენი ზოლით რა, აი ეგრე. წადი გაზით უკვე, ეგ არის. ეხლა 150 მეტრში შევხვდები ისევ მარცხნივ. აი ჩემი შუქნიშანი, ციმციმერთან და აი ყოჩა, კი ბატონო. ვონცდებ ხაზი სადაც. რო არ ჩანს, აი ამ შუქნიშნამდე, ამ შუქნიშნიდან აი ესე რამოდენიმე მეტრში. კარგია, ყოჩა. კი ბატონო, აი ეგრე. ხო, კარგი გოგო ხარ. ეხლა 300 მეტრში შევხვდით მარჯვნივ. ეხლა აქაც ჭირდება ციმციმა, ნახე, მანევრს აკეთებ ჩათვალე რა, ნახო, დავხაზავ, ცოტა გადმოვიწეთ, იმიტომ რომ ეს სულად ხდება, მაგრამ აი, და ისევ დაუბრუნდი მალევე მე. და ეხლა აქ ციმციმა უკან დაბრუნებაზე ხოლმე ძალიან. ვიცი, გეთანხმები, მაგიტო გიმახმევ ყურადღებას, რეალურად ვინ იხმარს, არავინ არ იხმარს, მაგრამ გამოცდის მანევრს ვაკეთებ, გევალება რა. აქ ქვეითებთან ესა ქვეითებთან მიმართებაში ციმციმ არ გევალება, ქვეითს უნდა დაელოდო. ეხლა შემეძლო, მაგრამ ის აღებდა კარს და რაღაცას. ეგ სხვა იყო, მაგას უნდა დაელოდო, ის პარკინგზე იდგა, გამოწეული ხო არ იყო. ეხლა მალე შევხვდები მარჯვნივ. ჩაჯდება და გააგრძელებ შენივე ზოლში. ანუ თუ ახერხებ შენ ზოლში მანევრს, ყურად არ ირთულებს საქმეს, მიხვდი? თუ დალოდებით აგვარებ სიტუაციას. აი ეგრე, ყოჩა, კარგი გოგო ხარ. ახლა ხო შემოუხვე შენ ზოლში. აი ხა დავტყოლება და იწყებ მოქმედებას. აი ეგრე, всё. აი ეგრე. მალე შევხვდები მარჯვნივ. კიდევ ამ ესეთი დატვირთული არ დაგხვდება, აი იქ შემოვხეთ პატრულის მანქანა რო იდგა, იქაც ძალიან კომფორტული გადასვლა იყო რაღაც. დატვირთული რო არ დაგხვდება, შენელების გარეშე თანაბად შეხვალ რა, ეგენი იცი ხა.
просто თუნდაც უყურებ ხოლმე. ანუ რთული არის ტარება. საყურადღებოა, რთული არ არის. ანუ ნახე. ბევრი დეტალია და ეგ არ რთული. კი, მაგრამ ჩქარი მანევრი უნდა გაკეთო. შენ ხო ეხა დააკვირდის, თეთრიც გავატარო, გადმოხედი. ანუ აღარ იყო საფრთხის შემცველი, აღარ იყო. ანუ შენ რო იჩქარო, აბა ხო არ გავასწრებ ამას. უკვე საშიშია ტარება. ანუ არსად არ უნდა იჩქარო, ჩქარ მანევრს არავინ არ გთხოვს რა, რომ დროზე გააკეთე, ან შეხვევა, ან წრი ან რაღაცა, რბილად. просто რო ჩადგები ზოლში ხო, მე აღარ უნდა იყო უმიზეზოდ შეფერხებულ სიტუაციაში რა. ეხა აქაც ნახე, უხოთ მარჯვენა, ხო დააკვირდი, შეხვევის პროცესში ზოლი დაკვდება ავტობუსის, არ დაკვდება, რომ შენი მარჯვენა ზოლში შეხვიდე. არავინ არ გაჩქარებს ამ დროს. და აქ ეხა წითელი აქვს და არ უთმობ და წავედი. ოღონდ აი ეს რბილად, პრობლემა არ არის. მიხვდი? просто ტყუილად აღარ უნდა გაჩერდე, როცა ქვით წითელი აქვს რა. თუ ეხა არ გიხდება სასწავლო. მიმოძრავთ ეხა პირდაპირ ჯერჯერობით. აი ეგრე ყოჩარს იჩქარე, კარგი მოგხარ. არ იყავი ახლოს. რთული და მარტივი ესე არც ერთი გზა არ არის კონკრეტულად. რთული იქნება ნებისმიერ უწყინა სიტუაციაშიც რო ყურადღება მოადუნო, მარტივია, რაც არ რთული იყოს, თუ ესე მობილიზებული იქნები მაქსიმალურად რა. ეხა მალე შევხვევ მარჯვნივ, წადით ამათ. ნახე ამათ ცალკე წითელი აქვს, ხო? ეხა просто აი ჯიგარი მოხერხება. წადი გაზეთ უკვე თამამად. ხამე წვანე მიიწ. კი ბატონო, წვანე და შედიხარ. აი ეგრე შენ ახლო ზოლში. აი ეს. ერთადერთი აქ თბილისში უნდა დავაკვირდე, რომ კიდე ავტობუსული არ დაგხვედრო და ყოველ შემთხვევაში, მაგრამ მაგასაც მივხვდი, რომ აკვირდებოდი რა. არა, კი, მაგას მაკვირდი. ხო და იქ კიდე ეგენი არ არის. ეხა მალე შევხვევ ისევ მარჯვნივ. ეხა რამდენი ზოლი უხავს მარჯვნივ, ხო ხედავ? 2. არაფერი პრობლემა, ოღონდ შენ ზოლში ბილად რომ შეუხვიო. გაცმობა მაქვს, მაგრამ მოუხვიე კარგად, ოღონდ ახლოს. აი ეგრე, გაასწორებინა. ვისი დათმობა გაქვს? არა, დათმობისანი იყო, მაგრამ აღნიშნა რომ შუქნიშანი წვანე. და ანუ პრიორიტეტი უკვე შუქნიშანია, კი ბატონო, ხო. თავარია დაფიქსირდე შენ ზოლში, ხო მიხვდია რა? მიდივართ ეხა პირდაპირ. ანუ ეგ არ უნდა აურიო რა, ანუ შენ რაც გევალება დააკვირდე რა ზოლიდან იწყება მანევრს, რომ მანევრი გააგრძელო იგივე ზოლში. აი ყველაზე მეტად მეგონი ეგენი მეშლება, ხო? ხო და რო არ შეგეშალოს, მაგიტო გეუბნები, რო არ იფიქრო რთულად, მოსახვევამდე გამოცდაზე ხო იჭერ უკიდურეს. ესე იგი შედიხარ უკიდურესშივე. ეხლა მე ჩემს ზოლში ვდგები, აქ ეს არის ჩემი ზოლი. ნუ ამ შემთხვევაში ორივე, მაგრამ რატო ეს, მაგრამ ორივე შენია ამ შემთხვევაში. უფრო უკიდურესად მარცხნივ გავდიოდი და ერთი ზოლი იყო, რატო დადიოდი უკიდურესად მარცხნივ? არა, ერთი ზოლი კი იყო, მაგრამ მე უფრო აქეთ ვიყავი მოწეული და არა, აქ ეს მოწეული, ეს ზოლს მიყვებოდი, საით იქნებოდი. ანუ ეს შემთხვევაში მაგიტო კითხა, შეცდომა არ არის. ორივე შენი ზოლი იყო. წადი პირდაპირ თამამად ოღონდ. ანუ აქ შეცდომა შეშიშულია, მაგრამ რატო ჩათვალე რომ მიწეული იყავი იქით, აი არ იყო სწორი შეფასება. იარე, ხო. აი ხა მიყვები შენ ზოლს, წადი თამამად. ისედაც ერთი ზოლი როა შუაში უნდა იყო რა. ფაქტობრივად შუაშიც იყავი ახლა. არ შემიძლია არ იყო რომ აქეთ და არა, მაგიტო აღარ შევაფასე უბრალოდ არასწორი. ხო, აი იყო, გეგონა რომ მაინც ეგ იყო. ზოლი თორე შეცდომა არ ყოფილა. ეხლა მალე შევხვევ მარჯვნივ. აქ თქვით აქეთ. კი, ხო. არავინ არ გიქმნის რეალურად, მაგრამ აი გევალება, არაფერი კი. ვიწროვდება ალბათ. არც ვიწროვდება, ორივე ზოლი თავისით შემოდიოდა. ეხლა 50 მეტრში უხოდ მარცხნივ. აი, იმედა. კარგი.
შენთვის ერთი. ისა იმისთვის ცალკე ხო არ არის? მარჯვენა, არა, პირიქით ნახე, მარჯვენასთვის არის ცალკე, ხო. სექციური იქნება და იქ გვერდზე რო აქვს პატარა მიერთებული ეგ. პირველ რიგში შენ ეხლა რაზე დაფიქრდი? ნახე, ის ცალმხრივია თუ ორმხრივი? ის არის ორმხრივი. ორმხრივი. ეხლა თუ ორმხრივია, პროტევზი არ შეხვალ, მაგრამ შეხვალ შენი გზის მარცხენა ზოლში. სულ რო 10 ზოლი დაგხვდეს, ყველაზე მარცხენა შედი და პრობლემა მოგვარებულია რა. მაგას ხო, ეგ მახსოვდა კი. აიმე. მინდა რომ ძალიან ნელა გავაკეთო. კი ბატონო, პირველად არ იჩქარე. ტორმიზი არ გინდა ოღონდ. მოუხვია ახლოს, მოუხვია. წავედი. ესე დროს რაც არ უნდა დაგისიგნალოს, კიდევ ამ ჩქარი მანევრი არ გევალება. აი აქ არ დარჩე, მე უბრალოდ შეფერხებული რა. ეხლა 150 მეტრში წლებზე ვიმოძრავთ პირდაპირ. სიჩქარის გამო, ხო? ნუ კი ბატონო. წლებზე მოძრავთ პირდაპირ, მეთქი აქ შეფერხე შორის. წლებზე მოძრავთ პირდაპირ, აი ესე. всё, არავინ არ არის. წავედით. აი ეგრე. კი ბატონო. აი ნახე ხა ამას ელოდები ძულებული ხარ, ვერ არიდებ, მიხვდი, იმიტომ რომ ეს მოქმედებით წვანი კი გაქვს, მაგრამ აქ ხო ვერ გადაყვეთ არა? ცოტა შეგიძლია ოდნავ მიიწიო. ეს უნდა შესულიყო. ხო, პრობლემა არ არის, შენ არაფერზე ამაზე ვერავინ ვერ მოგედავება რა. შენ რო აქ მანევრი დაიწყო ეხლა. ნახე პრობლემა, იმიტომ რომ უწყვეტი ზოლია. მაგრამ ეს რო ავარიულით გაფუჭებული დგეს, მაგ დროს იძულებული ხარ. აი უნდა შეაფასო რა, რომელი მოქმედება გიღებს. აი იგი მიიწია ხა და წავედით. არ დაგონდა. всё, კარგი. ეხლა 150 მეტრში შევხვო მარცხნ. მიხვდი ხო? კი, კი. ჩქარ მანებს არავინ არ გაძალებს რა.